საღამო მშვიდობისა, ეთერშია ხანუმა, გადაცემა მათთვის, ვისაც სურს მარტობას თავი დააღწიოს. მე ლელა ზორწომია, ეკა კახიანი და ნინო ხომერიკი, სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით. დღეს ჩვენი მთავარი გმირის, თემო გიორგაძის გულის მოგებას 3 კანდიდატი შეეცდება. მეტ და ია კოლოტაური, ლანდშაფტის დიზაინერი ქეთი ხაჩიძე და რადიო წამყვანი ირინა მიქელაძე. ამ 3-მა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულმა გოგონამ იმედის საიტზე ერთი და იგივე ვაჟი შეარჩია. ჩვენი გმირი კი მათ ახლა ჩვენს გადაცემაში შეხვდება. მაშასე ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სოლისტი თემო გიორგაძე. რაცია ეს ქართული ეროვნული სამოსი? რა არის ახლა ეს კლეჩეთის ავიჩკა? გამარჯობათ. საღამო მშვიდობისა. გესალმებით. გესალმებით, ძალიან გიხარია რომ ჩვენთან ხართ. ჩემი მეგობარი და მოცეკვავი სოხიშვილების ინუკა შარაშიძე. არაჩვეულებრივი ნინუკას ყველა ვიცნობ ძალიან კარგად. მოდით ნახოთ სიუჟეტი თემო თქვენ შესახებ და მე უკვე გავაგრძელოთ საუბარი. თეიმურაზ გიორგაძემ დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროსაინჟინრო ფაკულტეტი. პროფესიით არ უმუშავია. 1998 წლიდან არის ქართული ნაციონალური ბალეტის სოლისტი. პარალელურად აქვს საკუთარი ქორეოგრაფიული ცეკვის სტუდია მარულა. დაოჯახებული არ ყოფილა. უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა არ სურს. ამბობს, რომ კარგი გემოვნება აქვს და მისი პრობლემაც ეს არის. მის ოჯახში ყოველი დილა ერთი და იგივე ფრაზით იწყება: რით ვერ მონახე შენი შესაფერისი. ნინო სუხიშვილმა იერუსალიმიდან დასაოჯახებელი ღვინო ჩამოუტანა და მკაცრად გააფრთხილა, რომ თუ წელს ცოლს არ მოიყვან და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლებენ. სერიოზული პრობლემის წინაშეა თემა, მე როგორც ხედავ, იმიტომ რომ ნინო სუხიშვილს ისეთი გაფრთხილება მიუწია, რომ წელს თუ არ დაოჯახდება. სამსახურიდან გამათავისუფლებენ წლის ბოლოს. ეს სერიოზული პრობლემაა. იმოლოდინი გვაქვს ველოდებით მის გადაწყვეტილებას, მე მგონი. ამდენი ხანი ცოლი რატომ არ მოიყვანეთ ემ? არ ვიცი ლელა, რას დავაბრალო.
ალბათ უფრო ჩემთავს და მე კიდე დროის ფაქტორი მაქვს რა. დილის 11-დან 4-მდე ასამში მუშაობ, თვეობით გასტროლზე ვარ, მე 4 საათიდან ბავშვებთან დარბაზში 14 წლის მანძილზე და მომთავრებ 10-ზე 11-ის ნახევარზე და მე ალბათ იცი ახლოს რომ მოგეძებნათ პროფესიასთან ახლოს. სამსახურში რომანი არ მქონია ხო? არა, არ ქონია. გჯერა? არა, სუხიშვილებში რომ რომანი არ ქონდა, შენ გჯერა ამის? ბატყო. ეს ბავშვები თქვენი სტუდიის ბავშვები არიან? ეს ბავშვები ჩემი სტუდიის ბავშვები არიან. 3-4 წელია მუშაობენ და რა ვიცი, წარმატებები გვაქვს. რამდენ წლამდე არიან ეს ბავშვები? 16 წლამდე. ძალიან მომეწონა ესე რო ეცეკვე თვითონ თავად ძალიან კარგი იქნებოდა. ძალიან. თქვენ ველოდებოდით რომ თქვენ გვიცეკვებდით. ძალიან გვინდოდა რომ თქვენი ცეკვა გვერდით. ბავშვებს უფრო წარმოეჩინათ თავი. ხო, თემა ამბობს რომ მე კარგი გემოვნება მაქვსო და ამიტომ მიჭირსო ცოლის მოყვანა და ეჭვიც არ მეპარება ისეთ ულამაზეს გოგონებთან უწევს ყოველდღე ურთიერთობა და ცეკვა რომ მე მესმის თემა ნამდვილად. ერთ-ერთი დიდი მინუსი ალბათ ხდება. მართლა იმდენად ლამაზი ქალების გარემოცვაში ცხოვრობთ, რომ ალბათ ეთყობა თვალით შეეჩია მე ესე ფიქრობ. ალბათ ეს მოთხოვნილებებიც ალბათ უფრო ამაყდა რა ვიცი. და როგორი უნდა იყოს ეს ქალბატონი? პირველ რიგში ადამიანი, მამაკაცის და ქალის ურთიერთგაგებიდან იწყება და თუ გაუგი ადამიანს იმან გაგიგო ვერაფერი ვერ მოგერება. ყველა პრობლემა იქნება გადაჭრილი და ყველა პრობლემას მოვერევი. აბა რა მოგწონს? ფიზიკურად აი დობრი ბიჭი ჩანს რაღაცნაირად ძალიან სიმპათიური ადამიანია. და უმცროსი ასაკის გოგოები მომწონსო. რა ვიცი, მე მგონი კარგად გამოვიყურებ. ესეთი ასაკის რომ შენერად გამოვიყურებ. აი რატომ არა იძულეთ ბავშვებს ამეიხნის განმავლობაში თუნდაც თქვენსთან ასამში არ მოიძებნებოდა ესეთი გოგო რომელიც მისთვის იქნებოდა ღირსეული მეუღლე პარტნიორი ყველასთან იმდენად მეგობრული ურთიერთობა გოგოებთან რომ აი მისთვის ეს რაღაცნაირად მიუღებელი იყო რომ მათთვის რაღაც შეიძლება სხვა თვალით შეეხო იქნება ცოტა წუნიაც არის ცოტა წუნიაც არის არ არის ესეთი იოლი ქალებიც გიწუნებიან მე მგონი ესეთი ცოტა ზედმეტად იყო ეგეთ შემთხვევები და შეყვარებული თუ ყოფილ ხართ საერთოდ? კი, ყოფილ ვარ შეყვარებული, მაგრამ უიღბლოდ დამთავრდა. მე ვინც მომწონდა, იმას არ მომწონდი და პირიქით. და აი ანკეტაში წერია რომ ერთი პოლონელი გოგო და მომეწონა ძალიან და მე უარი მითხრა თბილისში წამოსვლაზეო. ფესტივალზე ვიყავით ერთად. ის მუსიკოსი იყო, მე ჩეკავდი და რაღაც ну ბოლოს ვერ შეთანხმდით რა ის მეუნებოდა რომ პოლონეთში უნდა წავსულიყავი მე მეუნებდი რომ საქართველოში უნდა წამოსულიყო მაგრამ ვერც მე ვერ გადავდგინა ბიჭი და ვერც ხანეთყობა არ იყო კიდე მყარი ესე ვთქვათ ნიადაგი ამ შემთხვევაში და ნინო რა ხდება შენს დავთარში კონკრეტული პროგრამით არის ეს ადამიანი დაბადებული უნდა მოახდინოს რეალიზაცია საკუთარი თავის მაგრამ არის არა გაკეთებული მხოლოდ ერთი ნაწილი მუშაობს ამ რეალიზაციაში აგრეთვე შედის რა თქმა უნდა პირადი ურთიერთობებიც და ოჯახიც ანუ ამით ამ პროგრამით დაიბადა და ეს აუცილებელი ნაბიჯია უბრალოდ იცით როგორი რაღაცა მაქსიმალისტია და ნუ გარკვეულწილად რადიკალისტიც არის ხო და აქედან გამომდინარე ან ყველაფერი ან არაფერი აი ეს დამოკიდებულება აქვს და ეხლაც ესეთი დამოკიდებულება აქვს სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ესეთი პროგრამით იბადება საკმაოდ გვიან ქმნიან ოჯახებს მაგრამ თემო შემთხვევაში როგორ არის რა ჩანს იქ თემო შემთხვევაში ჩანს კი საკმაოდ გვიან მოდის ამ ოჯახის შექმნის ფაქტორი ახლოს გვიან თუ შორს გვიან არა მაი უკვე ახლოს გვიან ახლოვდება ეს მეტი შორს აღარ არის უკვე ახლოს გვიან არის წელია თემა უკვე ვეტერანი მოცეკვავია როგორც ნინიკო ასე სხვა 15 წელია ერთად ნინიკო მე მეხმარებოდა აი როდესაც მე და თორნიკე ვიცეკვეთ ხევსურული ცეკვავენ ვარსკვლავებში აი იქ მთელი ესე თქვათ ეს ეკიპირება რაც გქონდა ნინიკო და მეხმარებოდა ნიკოს როგორ მოუხდება ქართული კოსტიუმით ალბათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მელასაც ძალიან რა სამფლელა დიდი სიამოვნებით მე და ჩემი ტატა გომელაური რომელმაც მასალა ესეკვა და მე მგონი ძალიან კი განსაკუთრებით გიხდებოდა ხევსურული კოსტიუმი კი ძალიან დიდი მადლობა თემო თუ აქვს მნიშვნელობა თქვენთვის ქალი განათხოვარი იქნება თუ არა ხო თუ მოვიდა ესეთ სიყვარული რომ არ მიაქციე რაღაცებს ანუ ძმაკაცების აზრს ალბათ ხო რა არიცით ძმაკაცების აზრი გასაგებია 10 წელი 15 ვერ ვიტყოდი რომ ხო რა ვიცი
მაინც თავ შევიკავეთ. ანუ იყო ეგეთი სიტუაცია, რომ აი რაღაცა გადაწყვეტილების მიღება გინდოდა და უცებ მეგობარმა გითხრა, რომ იცი რა, თემა მოდი ცოტა ხანი იქნება დაფიქრდე და იქნება რაღაც სიმართლე გითხრა ლელა არა. არ ყოფილა ესეც. აქ ამ ზღვრამდე არ მისვლა არასდროს რომ ეს რაღაც ნაბეჯი უნდა გადამედგა. ალბათ თუ შეუყვარდა ის იქნება სამუდამო, არა? პირობას ვიძლევი. თემა მოკლედ ეხლა აქ იმიტომ ხართ რომ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა, ყოველი შემთხვევაში ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ აქედან ესე ვთქვათ მეწყვილესთან ერთად გაგიშვათ. დატოვოთ გადაცემა და ყოველი შემთხვევაში ჩვენ ძალიან ვეცდებით რომ მეც ვეცდები. შეიძლება მაინტერესებს პირველი სიყვარული რომელ ასაკში შემოვიდა. ახლა ბავშვურ ასაკს თუ არ გავითვალისწინებთ სკოლის დამთავრების მერე ვიტყვი. 17 წლის ვიყავი. აი მაშინ გიფიქრე იმაზე რომ ეხლა მოდი ცოლს მოვიყვან. კი, სხვათა შორის ვფიქრობდი, მაგრამ რაღაც მეორე მხარემ არ გადადგა ის ნაბიჯი და რაღაც 2 წელნახევარი გაიწელა მე ეს დრო და დავშორდით. როგორი მეუღლე იქნებით? აი რა საინტერესოა. არ მინდა რომ ხელოვნების სხერპილი გავხდე. მე მაქსიმალურად დავიხარჯე, ჩემი შრომა, ჩემი ენერგია ჩავრდე ქართულ ქორეოგრაფიაში, აგერ ბავშვებსაც ვასწავლი. და რაღაცის დათბობა მომიწევს რა და ნინო როგორ ფიქრობ რა შეიძლება რომ დათმოს ამისთვის იცით მე არ ვიცი რამდენჯერმე მის პროფესიას გულისხმობს ამჯერად ანსამბლში ცეკვა იქნება ეს თუ გასტროლი მაგრამ თემო თვითონ ისეთი ტიპია რომ არ ამგონია დიდ დათმობებზე მოუწიოს წასვლა მისთვის დამახასიათებელია ერთგულებაც ძალიან შრომის მოყვარეა თვითონ იქნება აუცილებლად დარწმუნებული ვარ რომ იქნება მოსიყვარულე მეუღლე. იმდენად მეგობრულია, მამა რასაკვირველია. იმდენად მოსიყვარულე შვილი და ძმა არის და მეგობარი გამოირჩევით, ეხლა მე რატომ მოვედი, ვთქვა დღეს თემოს მეგობრად, რომ ის ერთნაირად გოგოებთან შეიძლება იყოს საოცარი მეგობარი ბიჭებისთვისაც ძალიან ერთგულია და ესეთი არის ძალიან ორგანიზებული, მოწესრიგებული და მე ვფიქრობ რომ ოჯახში ეს ერთ-ერთი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ეს პატარა მოთხოვნას ვერ ვიტყოდი, მაგრამ სურვილი ექნება რომ მისი მეორე ნახევარიც რაღაც თვალსაზრისით თამაში მას შეეწყო. ნანუსთან შევსრულვარ და მithქვია რომ რაღაცა პრობლემა მაქვს, გაუგია ყოველთვის არასდროს არ ყოფილა რაღაც პრობლემა, რომ ოჯახური სიტუაცია რაღაცა და თავარია ცოლი მოვიყვანო და მე რაღაცნაირად ყველა შეგიწყობს ხელს მე. თემო იცი რა მაინტერესებს, სიყვარულზე შეგიძლია იბრძოლო თუ აი უარის შემთხვევაში თავის ესე ნებდები. ეკა ყოფილა შემთხვევა რომ მიბრძოლია წელიც გასულა, მაგრამ თუ რომელიმე ადამიანს არ მოწოხარ არ უნდა შენთან ურთიერთობა, არ უნდა მოაბეზრო თავი. რა თქმა უნდა. პირად ლამაზად. ბევრი არ ფიქრობს. ზოგი სანამ არ მიაღწევს არ ნებდება. ეს ტიპი თემო არა. სანამ ჩემი არ გახდები, არ მოგეშვები აქვს ესეთი. არ მაქვს ეგეთი ხასიათი და შეიძლება ცუდიც არის. თემო დღეს მოგიწევთ სამ კანდიდატთან შეხვედრა და მოდით ახლა ჩვენ მოვიწვიოთ სტუდიაში ჩვენი პირველი კანდიდატი ეს გახავთ მედ და ია კოლოტაური. ია. ეს ჩემგან საჩუქრად. დიდი მადლობა. საქართველოში ნამდვილ ვაჟკაცებს ღვინოს ჩუქნიან და უღრმესი მადლობა. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. გავგაცანი თქვენი მეგობარი. ჩემი მეგობარი ეკა ცხვიტავა. ძალიან გავხართ ერთმანეთს. მოდით ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ. ია კოლოტაური დაამთავრა სამედიცინო ტექნიკუმი. არის მეტა, მაგრამ ამჟამად სტილისტად მუშაობს. ჰყავს 13 და 14 წლის ქალვაჟი. უსიყვარულოდ გათხოვდა, ქმარმა მოიტაცა. ქმართან ერთად 5 წელი ცხოვრობდა. ოჯახის დანგრევის მიზეზი მეუღლის პათოლოგიური სიმთვრალე გახდა. ნამდვილ სიყვარულს მეუღლესთან დაშორების შემდეგ შეხვდა. მზად იყო მისთვის ყველაფერზე წასულიყო, მაგრამ მეგობარმა მამაკაცმა ცოლად არ მოიყვანა. შვილებიანი ქალი მისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. საყვარელ მამაკაცს დაშორდა. აღარ სურს ვინმე მისი გრძნობებით ითამაშოს. აპირებს წარსული დაივიწყოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს. როგორც გავიგეთ, დაამთავრეთ სამედიცინო ტექნიკუმი, მაგრამ აი სტილისტობა ეს აბსოლუტურად განსხვავებული პროფესია. ძალიან განსხვავებულია კი, მაგრამ
რატომ დაანებეთ მეტ და ესე თქვა პროფესიას? მაგ პერიოდში გავთხოვდი და მეუღლემ აღარ მომცა იმის საშუალება სწავლა გამეგზელებინა. ანუ და პროფესიით ვერ ვიმუშავე. ვერ იმუშავე. ვერ ვიმუშავე და მე გადავწყვიტე რომ ესწავლა სტილისტობა. დიახ. და დავიწყე სალონში მუშაობა. ჩვენ გავიგეთო თქვენმა მეუღლემ მოგიტაცეთ და 5 წელი იცხოვრეთ მასთან. თუ არ გიყვარდათ, რატომ იცხოვრეთ ამდენი წელი და არ მიყვარდა, მაგრამ ბავშვების გულისთვის თავს ვიკავებდი და არ მინდა და ოჯახი დამენგრია, ბევრ რამეს ვითმევდი. მაგრამ სანამ ბავშვები გაჩნდებოდნენ, იქამდე ხო რაღაც პერიოდი. მალევე გავაჩინე პირველი ბავშვი. ანუ ოჯახის აზრი და საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანი იყო, არა? ნამდვილად ეგრე იყო. და თვითმშობლებმა ხომ არ ესე ვთქვათ მიიღეს ამაში არანაირი ის არ მიუღეთ მონაწილეობა მშობლებს. რამდენი წლის იყავით როცა გათხოვდით? 16. ხო, მაგრამ ეთყობა რაღაცა იძულებით იყავით ამ ადამიანთან, ხო? და კი, ეგ მომენტიც იყო. შიშის მომენტიც ხომ არ იყო? კი, შიშის მომენტიც. თან აიქ არის ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე, ხო? და ამის გამო მე უკვე დათვრებოდა სულ სიამოვნება ჰქონდა, სულ და ბოლოს უკვე ფიზიკურადაც ხომ არ გეხებოდათ? კი, იყო მომენტიც. მაგრამ მე ნამდვილი სიყვარული გეწვიათ თურმე. ჩემ მეუღლეს რო გავშორდი, მუშაობა რო დავიწყე სალონში, რაღაც ერთი მე 5-6 წლის მერე სამსახური შევიცვალე. მე დავიწყე რესტორანში მუშაობა. გავიცანე ერთი ყვაწვილი ბიჭი. დაცვაში მუშაობდა. კი, დაცვაში მუშაობდა იქ და ძალიან სიმპათია გამიჩნდა იმ ბიჭის მიმართ. კარგი გოგო, просто მე რა ვიცი დატო არ მომწონს ხალხს. ასე რომ გულში ჩამივარდა რა, ისე რომ იტყვიან. და იმის მერე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა, 2 წელიწადი ერთად ვიყავით. მე რა მოხდა? რა დააშავე? მე მეუბნება შენ იციო რატომაც ვერ მოგიყვანო ცოლათა და მიზეზი რო ვკითხე შვილებია მიზეზია. ამ შემთხვევაში უკვე იქ ხო იცხრება ყველაფერი, როდესაც ეს ეხება შვილებს. ხო, მაშინ უკვე გონება იწყებს მუშაობას და შენ თუ გიყვარვარ პარიზზე მეთქი ყველაფერზე თვალები უნდა დახუჭო თუ არა თვალები დასახუჭი არც არაფერი არ იყო დავიწყოთ აქედან სიტყვაზე ხო თავიდან რომ დაგაწყვებინა ცხოვრება იგივე გზას გაივლიდი თუ მართლა აღარ ვიქნებოდი ესეთი ეჭვიანი და ის და ძალიან ბევრ რაღაცას შევწყვეტი თქვენთვის დამთავრდა ეს ურთიერთობა ჩემთვის დამთავრდა უკვე ეს ურთიერთობა. ცოტა რთული ჰოროსკოპია ქიას ნამდვილად. თვითონ არის მშულდოსანი და მისი ინდივიდუალური ნიშანი არის ლომი. ანუ ძალიან ბევრი ცეცხლია მის ჰოროსკოპში, ძალიან ბევრი იმპულსია, რომელსაც აყვება ხოლმე და ძალიან ბევრი ემოცია. თუმცა აქ თვისება, ანუ ბოლომდე შეუძლია თავი გაწიროს ადამიანისათვის, მისცეს ყველაფერი, რაც მას აბადია ამ ადამიანს. მისი ჰოროსკოპიდან გამომდინარე ძალიან პრობლემატური პარტნიორული ურთიერთობების სახლი ქონდა და აქვს დღესაც, თუმცა 11 წლიანი დაღმავლობა აქვს მის სახლს გავლილი, ანუ 99 წლიდან თქვენი პარტნიორული ურთიერთობების სახლი წავიდა დაღმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ადამიანები ვარ და მოგწონს ვიღაცას მოგწონ ვარ გვაქვს ურთიერთობები, თუმცა ლოგიკურად ეს ურთიერთობები სამწუხაროდ ვერ მთავრდება ვერანაირად. თუმცა მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან ეს სახლი ამ დაღმავლობიდან გამოვიდა და გილოცავთ ამას ნამდვილად. ძალიან დიდი ხანი აღარ შევა ამ დაღმავლობაში, ასე რომ მოგეცემათ იმის დრო და საშუალება, რომ აწყოთ თქვენი ურთიერთობები. ანუ ეხლა დრო არის თავიდან დაიწყოს ცხოვრება. ნამდვილად თავიდან უნდა ააშენოს ის სახლი, სადაც უნდა იცხოვროს. ნამდვილად. და აი ეხლა თემურთან მემართებაში, რატომ შეარჩიეთ თემური? რატომ შევარჩიე და პირველ რიგში არის ძალიან სიმპათიური მამაკაცი და ძალიან დიდ პატივს ვცემ ხელოვან ადამიანს, მით უმეტეს განსაკუთრებით ცეკვას. ცეკვა მიყვარს ძალიან. შეცეკვაო? ან სამეჯლისო ცეკვებს ცეკვავდი ბავშვობაში და ძალიან სურვილი მქონდა რომ ესწავლა ქართული ცეკვები. ეხლაც არ არის გვიან, არა? არც ახლა გვიანი კი დავაპირე ბევრჯერ სამოყვარულო დავზარდებით ვასწავლი. თემო მზად არის უკვე რომ ასწავლოს იას ცეკვა. თემო, ამ შემთხვევაში რა სიტყვით? აი ყავს ორი შვილი 14 წლის და 13 წლის საკმაოდ მოზრდილები თან ეს ის ასაკია ბავშვებში უკვე აი გადატეხის პერიოდი და თან როგორც ვიცით შვილები
ძალიან გეხმარებიან იმაში, რომ იპოვოთ მეორე ნახევარი და ბიჭი მეუბნება, რომ დედიკო გეხვეწებიო. ნახეო ისეთი ვინმეო, ვისაც ეყვარებიო, პატივს გცემსო და გაფასებსო. თავის მხრივ ძალიან ბედნიერი ადამიანია, რომ ორი შვილი ყავს. რა თქმა უნდა. ეს არის მისასალმებელი და რაღაც ცხოვრების აზრი აქვს და შვილების თავარი აზრი ხო მართალი თავარი აზრი. პირველ ძალიან ეჭვიანი ხარ და როგორ წარმოგიდგენია ისეთი ადამიანი გედგას გვერდში, რომელსაც მოუწევს თუნდაც აი რამდენიმე თვით გასტროლზე წასვლა და არ იყოს შენს გვერდზე. აი ამას როგორ შეეგუები და თუ ხარ ამისთვის მზად? კი, ყველანაირად. იცით, მე მგონია რომ მოვიდა დრო თქვენს ჰოროსკოპში იმისათვის, რომ პირველად ასე ვთქვათ, პროფესიას დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ დამერწმუნე ძალიან წარმატებული იქნებით ამ პროფესიაში. ბავშვობიდან მქონდა იმის ოცნება და ის, რომ თეთრი ხალათი მწმოდნა, იმიტომ გადავწყვიტეთ ჩამებარებინა. ეს იცი როგორი ტიპაჟია, აი ეროტიკულ ფანტაზიებში რო არიან მედდები, ხო, ძალიან სექსუალურები, ეგეთი მედდა. ია, ძალიან დიდი მადლობა, თემო კარგო. შეგიძლიათ მიბრძანდეთ თქვენ საკუთრი. თემო. ადრე იყო ჩემ დროს, მე რომ 16 წლის ვიყავი 17-ის, რომ მოიტაცებდნენ. არა, ეხლაც არის. ხო, მე რაღაცნაირად უხერხული იყო იმ გოგოს იმ ოჯახიდან წამოყვანა, ვინ რა სიტყვის, რაღაც ესეთ ფაქტორები და ეხლა ესეთი დრო არის, რომ მე მგონი არ უნდა იყოს პრობლემა, ანუ არ გიყვარს ადამიანი, ვერ იცხოვრებ იმასთან, დედა და მამა ხო არსებობს, უნდა მივიდე შეეკითხოს თავის შვილს, რომ დარჩები შენ ამ ოჯახში. რა თქმა უნდა, დამახინჯებული იდეოლოგია იყო. იტყვის ადამიანი რომ ვერ დავრჩები. და უბედურებდნენ დაეჭვი. იქნება უბედური ადამიანი, შვილის ყურება სჯობია, წამოიყვანო და სახში და მე გავაწლები და შეიძლება ყველაფერი დრო ყველაფრის კურნალია. ეს იქნება ამ ადამიანის მიზანი მთელი ცხოვრება, რომ ამ შვილებზე იზრუნოს. ახალგაზრდა ქალია და წინ აქვს ყველაფერი. ყველას ხელი შეუწყოს. სანამ მეორე კანდიდატს მოვიწევთ სტუდიაში, რეკლამა იმედის არხზე. ჩვენ დაუბრუნდით ეთერშია ხანუმა და ეხლა კი გვინდა მოვიწიოთ ჩვენი მეორე კანდიდატი. ხავაჭვად კეთი ხაჭეთა ჩემი მეგობარი თათია ჭიჭკალაძე. ძალიან სასიამოვნო, ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ. კეთი ხაჭიძე არის გუნდის და უალკოჰოლო სასმელების ინჟინერ-ტექნოლოგი. დაამთავრა სასულიერო სემინარია, აკადემიასთან არსებული ეკოლოგიური უნივერსიტეტი, ბაღის დიზაინისა და დეკორაციის ფაკულტეტი. ამჟამად მუშაობს ბანკში. 4 წლის მანძილზე ჰყავდა შეყვარებული, რომელმაც მეგობართან უღალატა. ამბობს, რომ ახლა უკეთესი მეგობრები ჰყავს, მაგრამ მომავალ შეყვარებულს თავის სამეგობროს მაინც სიფრთხილით გააცნობს. მოსწონს სპორტსმენი და მოცეკვავე ბიჭები, განსაკუთრებით ვინც ქართულს ცეკვავს. თulis რომ მამაკაცი, რომელიც ტრადიციულ ქართულ ცეკვას ასრულებს, ვაჟკაცური და ღირსეული იქნება. ესპანურ, ლათინურ და ქართულ ცეკვებს თავადაც ასრულებს. არის მხიარული და აქტიური. მისი მეუღლე აუცილებლად ითქვის, რომ საუკეთესო ცოლი ჰყავს. კეთი. შეყარებულმა დაქალთან მიღალატა. სოფრაზე იყვნენ ერთად მოხდარა და ნუ ამ დაქალს მოწონდა დიდი ხანი კი ვარტყოდი, მაგრამ ნუ არ მეგონა, მაგ ხალას რისკზე თუ წავიდა და ნასვამი იყო და შესაბამისად ისარგებლა. ორივე. ნუ ბიჭი უფრო ნასვამი იყო. ასე პირდაპირ. არა, ესე პირდაპირ არა, მე არ ყოფილვარი, რაღაც მიზეზების გამო ვერ ვიყავი. და ამიტომ ისე მოხდა, რომ აი ზუსტად დეტალურად რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ ერთად დავწვით. და ამ გოგოსთან დიდხანს მეგობრობდით? კი, თითქოს ბავშვობიდან. უახლოესი მეგობარი იყო. ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი. და მე ისინი ერთად არიან ახლა? არა. მე არასდროს ჩემს შეყვარებულს არ გავაცნობ ჩემს მეგობარსა და მეგობართან ერთად რომ მოხვედი. ხო, არა, იმის ვერ იბდება დრო გაიარა, რომ
ავისეთ გამოვცადება ესე რა ისე ბევრჯერ გამოცადეს კი ბევრჯერ გიყვარდა? არა აბა მაგრამ საერთოდ ანუ იმდენი რაღაცა იყო რომ ვენდობი რომ ეს არ გააკეთებს ანუ ბევრჯერ ისეთ სიტუაციაში დამიდგა თუნდაც სუჯში რაღაცა რომ ანუ ვენდობი რომ ვიცი რომ არაფერს იზავ რომ ეს არა იმის დაშორდა იმის მერე ეთყობა ნდობა და კარგად და საერთოდ მამაკაც არ ენდობი ალბათ ხო? არა ძალიან იშვიათად ნუ მეგობრებს თუ არ ჩავთვლი რატომ შეერჩიეთ ემო? ჩარებიტო რომ არის ანუ უკვე დასწრული და ჩემი აზრით და რაცაც ვუყურებ და ანუ გამოცდილებიდანაც ჩემი შეყვარება ჩემთან საკმაოდ დიდი იყო ამ შეცდომას თუ არ ჩავთვლით რაც უფრო უფროსი ადამიანი მით უფრო დასწრულია უფრო კარგად ფიქრობს და გამოცდილია და უფრო ანუ თავს უფრო ბედნიერად იგზავნოს უფროსთან ვიდრე ჩემ ხელასთან ან 2-3 წლით პატარასთან უფროსთან პატარასთან ხო მithumetes და ის რომ ხელოვანია და ძალიან ხშირად დადის გასტროლზე აქვს სტუდია ძალიან ბევრს მუშაობს აი ნუ სიყვარულის გულში შეიძლება ბევრ რაღაცაზე დათმო ის რასაც თემური აკეთებს ეს ცხოვრება არის მარტო ეს არ არის ხო და ძალიან კარგია მე აქტიორი ცხოვრება თან ხელოვნება ცეკვა თან ძალიან ბევრი ლამაზი გოგო ყავს ირგვლივ ხო როგორც იცოდა აღნიშნა სამსახური არის და ეს ძალიან მომეწონა ვაფასებ სიტყვას იმიტომ რომ ბევრი თulis რომ სამსახურში არის ფლირტი თუ გაბა ვიღაცასთან ან ვიღაც მეწონა ეს შეიძლება და ეს თუ სამსახურში თulis რომ ეს სამსახურია და იქ არის რამდენად დაკავებული ხარ სამსახურში ხომ მუშაობ ახლა კი საკმაოდ დიდი ხანი დილის 9-დან დაახლოებით 7-მდე ამჟამად ბანკში ლანდშაფტის დიზაინერობა მომეწონა ძალიან კი ძალიან მოწონს ვეცაღოთ საქართველოში ძალიან რთული არის ну არის ხოლმე რომ ძირითადად უფრო ჩვენთან ტაძარში ვაფორმებ ხოლმე დღესასწაულებზე და რაღაც ეს ამაღლების სალონში და იქ თუ ვაფორმებ ხოლმე დღესასწაულებზე აკადემია გაქვს დამთავრებული დიახ და 14 წელია ვგალობ გალობ ძალიან კარგი და ხომ ვიგალობდით ახლა ლალე და რატომ არ ჩამოიარე ქვერომ დაიბარე ლალე რატომ არ ჩამოიარე ქვერომ დაიბარე ლალე და მიტომ არ ჩამოვიარე რომ არ იყო მთვარე ლალე მიტომ არ ჩამოვიარე რომ არ იყო მთვარე ლალე დიდი მადლობა ეს ალბათ ემოციური საჩუქარი პირადად არ მომიტანეთ ჩვენ საჩუქარი ცოცხალი გოგოა თქო ძალიან აურა კარგად იმღერეს წაღანაკ განაჩვენებრივი საჩუქარი იყო მე მგონი ხო? ხშირ ძალიან კარგი გოგონაა ჩვენი ქეთი. არის კითხები. აჰა. ნუ კი, საკმაოდ ემოციური ადამიანია, ძალიან. იცით რა, წესი და კანონით უნდა კონდეს ძალიან კარგი ინტუიცია ქეთი. მაგრამ რატომღაც მე ცოტა ეჭვმეპარება რომ ყოველთვის მას უსმენდა. შენს ინტუიციას, ხანდახან აიგნორებ ხოლმე ასე ვთქვათ. ну ძალიან ტრადიციების მოყვარული ადამიანი არის ну კირჩხიბები საერთოდ ძირითადად ესეთები არიან თან მის ძალიან ჩატვირთულია ეს ნიშანი მის ჰოროსკოპში საკმაოდ კარგი კარიერა ექნება მომავალში თეთის რაც შეეხება პირად ურთიერთობას ესეთი ქართველი ცეცხლოვანი მამაკაცი ჭირდება ესე ცეცხლს რა აუგიზგებს და ну აი პრინციპში ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო ძალიან სასიამოვნო და კარგი ინფორმაცია მივიღეთ თქვენ შესახებ თქვათ მე გამდეთ ოთახში მადლობა და ჩვენ ჩაცმულობაზე ვიზრუნა მოდების ახმათი კოდანინო და ბუწიკი მოსაშვილი 3 ნინო ცოტა შეაჯანჯღარეთ ემო რა სიტყვით ემო ნუ ერთი მხრივ ცუდი ფაქტია რომ ესე მეგობარმა უღალატა და რაღაც თავისი სიყვარული წაართვა ეს სერიოზული ტრავმა ალბათ რომელიც მთელი ცხოვრება საქართველოში მეტად ესეკა რომ მეგობარ ძალიან დიდი ადგილი აქვს ცხოვრებაში მშობლების და დედმამიშვილების მერე და რაღაცა კულტად იხდი ადამიანს მთელი ცხოვრებაში გვერდზე უნდა იყოს ჭირში ხინში და უცბად თქვენ შემთხვევაშიც იგივე დატვირთვა აქვს მეგობარს რა თქმა უნდა ფოტოშორის ღრიანკალი და კირჩხები საკმაოდ ესე ვთქვათ კარგი ნიშნები არიან ერთმანეთისათვის ორივე წყლის ნიშანია ძალიან დიდი ჰარმონია მათ შორის
იქ სადაც ხრიანკალი ცოტა ხანი გრევის ხასიათია ხოლმე, კითხები უკან მიყვება და ალბათ. არა ჩაოლებრივია. და მოდი ახლა მესამე კანდიდატი შევხვდეთ მას, ეს გახლავთ რადიო წამყვანი ირინა მიქელაძე. საღამოშიდობის. შენერად გამოიყურებით, მივესალმებით თქვენს მეგობარს ლიზა ვადაჩკორეას, რომელსაც ყველა იცნობს. და მოდი ნახოთ სიუჟეტი თქვენ შესახებ. ირინა მიქელაძე, იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, მუშაობს ავტორადიოში. არის დიჯეი და პროგრამების მენეჯერის მოადგილე. აქვს საავტორო რადიო გადაცემა კულინარიის შესახებ, FM Cafe. წერს ლექსებს, არის სიმღერის ტექსტების ავტორიც. 27 წლის ასაკში გათხოვებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, არ იყოს იგი ჟემდე შეყვარებული. სურს ოჯახი შექმნას ერთხელ და სამუდამოდ. მეგობრები მე-19 საუკუნის რომანის მეოცნებე პერსონაჟს, კერძოდ ტატიანა ლარინას ადარებენ, თუმცა ამბობს, რომ ტატიანას მსგავსად ბიჭს სიყვარულს არასდროს აუხსნის. ინიციატივას მამაკაცისგან ელის. მოსწონს მაღალი და სპორტული აღნაგობის ბიჭები. თავადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მისდევს. არ უყვარს კლუბები და ხალხმრავალი ადგილები. მისი ჰობია კულინარია. საყვარელი სასმელი კი მწვანე ჩაი. ირინა, ძალიან მიყვარს ბრილიანტი, მაგრამ სვაროვსკიზეც თანახმობა რომ უბრალოდ ჩემი კანის ტიპი ვერ აღიქვავს ოქროს გარდა სხვა რაიმე, ან ვერცხლის გარდა სხვა რაიმე. ალერგიული ვარ ცოტათი, მაგრამ ორლარიან და სამლარიან ლამაზ ნაკეთობებზეც უარს არ ვამბობ ნამდვილად. მამაკაცის შემთხვევაში ეს არ იქნება. მე ამ მიზნით არ მიკითხავს ეს, რომ ბრილიანტსა და სვაროვსკის შორის დიდი სხვაობაა, ძალიან ლამაზია სვაროვსკის კრისტალი. და მუშავდება ისე როგორც ბრილიანტი, მაგრამ აი პარტიათა მიმართებაშიც ესე ხომ არ არის. ბრილიანტს რო ეძებდე და სვაროვსკი რო შეგხვდეს. იცით რა არის, მთავარია ეძებდე და ვინც ეძებს ის აუცილებლად პოულობს. მე მგონია გააჩნია რამდენად დამუშავებული იქნება. ქვა. მამაკაცი, რატო ქვა? ბრილიანტივით უნდა იყოს დამუშავებული. ან შეიძლება იმის რაღაცა წახნაგების ხო გამოთლა ისე როგორც შენ გჭირდება. ეს მხოლოდ მეტაფორაა და ახლა ცხოვრებაში როგორც იქნება, ისე იქნება. ირინა, თქვენ ხართ რადიო წამყვანი და მიყავთ გადაცემა კულინარიაზე. კულინარიაზე. აღართ ლეონე შეგაწყვეტინებთ უკაცრავად კულინარიამდე მე მინდა ვთქვა რომ მე ვარ ძალიან მძღოლური რადიოს წამყვანი, ავტორადიოს წამყვანი და მე მოვიტანე ძალიან მოგრძალებული სიურპრიზი ბატონი თემურისთვის. ძალიან სიმბოლური ორი გზა ერთდება და მე ძალიან მინდა რომ მან თავისი მეორე ნახევარი იპოვოს. არაჩვეულებრივია. აი, გამონაირებთ ეგეთ გადავაგებთ. თემო, მე მგონი რაღაც ძალიან სიმბოლურია ეს ნიშანი კი. მე მგონი რაღაც იწება. ეს გულში რო ყოფილიყო ჩასმული უკეთესი იქნება. ეს თქვენ ჩასვით. არა, ეს უბრალოდ საგზაო ნიშანია. გულში თქვენ უნდა ჩასვას, თემო. ოღონდ ოქროს გულში. აუცილებლად. ლიზა, რას გეტყვი ირინაზე? საერთოდ ეს არის ადამიანი, რომელიც შექმნილია ოჯახისთვის. მას არ უყვარს არც კლუბური, არც ღამის ცხოვრება, ხმაურიანი მუსიკა, ხალხმრავლობა. უყვარს წიგნით ხელში, შვიდ გარემოში, რაღაცა ვიცი, მწვანე ჩაით, არ არის, არ უყვარს, ეხლა ძალიან იდეალური გამოვიდა შეიძლება მისი პორტრეტი. ალბათ თანამედროვე გოგონა ესეთი არ უნდა იყოს. არის რაღაც ერთი 19 ანუ არ მოგწონს რომ ეს პირიქით მე ძალიან მოგწონს მე არა ალბათ მამაკაცებს უნდა მოსწონდეთ და სადა აქვს თვალები ამ კაცებს მე ვერ გავიგე რა აი საით იყურე სად იყურებით ბიჭებო ოჩახ ლიზა ოჩახ კარგად გამო მოვიყვანე ხანუ მაშინ მე ლიზა დაჟინებული არ მომყვებოდა იმიტომ რომ შევამ თავის რადიოში ბიჭო რადიოში ვინ დაგინახავს როგორი ლამაზი ხარ ხო მარტო ხმა ისმის შენი და მე ვხარი გაიარ გამოიარე არა სახში მიდი სახში როგორ გააქციორდა ეხლა ჩათვალო მე-4 წამყვანი მე მგონი აქ უნდა მე ვარ ძალიან აქტიური და ირინა რომ მომყვება მე ხდება ესეთი რამ რა მე ვაქტიურობ და ირინა ესე მშვიდა რაღაცა ვერ აქტიურობ კარგად ხა ნუ აი ხანუ მაშინ მოვიყვანე მეტი რა გავაკეთე ისე შეარჩია
ხო, იცი, არა, შევავსი არა, მაგრამ ვიც კი მივეცი. ჯერ აი მოდი, აი მიიღე მონაწილეობა ამ გადაცემაში. არა, მე ვერ წავალ. არა, იქ უნდა გამოვჩდე. აი, რა უნდა ვილაპარაკო? არა. ხორშიავს, იმიტომ მეგობრები ხშირად რაღაცა ეს კონკურსებია, რაღაცა ერთად რა თქმა უნდა, იქ შევავსე და ერთად რაღაცები დავწერეთ, მაგრამ ნუ ის ჩემი დიდი ძალისხმევის შემდეგ მოხდა ეს, იმიტომ რომ ირინა არის აი მეცი რა თემო განაპირობას ზალებული არა. მე ვფიქრობ რომ ირინას მოვეწონა თემო, იმიტომ რომ ესე არ არის მარტო იცი რომ შენი ხათრი წამოვიდა ამ გადაცემაში, არ არის, ვერ ვიტყოდი ესე, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი გოგო არის, ძალიან მოტივირებულია, ძალიან მობილიზებული ადამიანია და ზუსტად იცის რა უნდა. და ძალიან მომწონს რომ არის თავადის ქალი ირინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი თავადის ქალი, თუნდაც იმიტომ არის, რომ ფლობს თავისუფლად რუსულ და ფრანგულ ენებს. რაც თავადებს ჩვევია. ცოტა მე-19 საუკუნიდან ხო არა ხარ გაზმასული. ჩემი ჰობია უცხოენების შესწავლა და მოგზაურობა და ცოტა იტალიურ სწავლობდით, ინგლისური ვიცი სასაუბრო დონეზე, ნუ ფრანგული ჩემი სიყვარულია. ლექსებსაც წერ. ლექსებს როცა მუზა მომივა. ენაზე რამეს ხომ არ წაგიკითხავთ? ჟაკ პრევერის ლექსია, რომელიც მასწავლა ჩემმა არაჩვეულებრივმა ფრანგული ენის მასწავლებელმა, ქალბატონმა ლილი მადამმა, რომელიც ძალიან მიყვარს და დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს მასთან. ლექს ქვია ასე, pour toi mon amour, ალბათ უკვე გაიგეთ რასაც ნიშნავს, ანუ შენთვის ჩემო სიყვარულო. Je suis allée au marché des oiseaux et j'ai acheté des oiseaux pour toi mon amour. Je suis allée au marché des fleurs et j'ai acheté des fleurs pour toi mon amour. Je suis allée au marché à la ferraille et j'ai acheté des chaînes, des lourdes chaînes pour toi mon amour. Et puis, je suis allée au marché aux esclaves et je t'ai cherché, mais je ne t'ai pas trouvé mon amour. იცი რა არის ამას მე ვფიქრობ რომ ნამდვილად არ ჭირდება თარგმნა. ძალიან უხდება ძალიან უხდება ხო ძალიან ისეთი ნამდვილი წარმომადგენელია თავისი ნიშნის მშულდოსნის. მშულდოსნები საერთოდ მეცხრე სახლს მართავენ ასტროლოგიაში და მეცხრე სახლი ეს არის უცხოენები, ურთიერთობები და ასე შემდეგ. ნუ ნამდვილად ყველათვისება აქვს აბსოლუტურად მშულდოსნის, არის საკმაოდ მიზანდასახული. გარდა ამისა, მე მგონია რომ თქვენ ცოტათი კიდე ფილოსოფია და ფსიქოლოგიაც უნდა გიტაცებდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ მშულდოსნები ძალიან ინტერესით ეკიდებიან ამ დარგებს. იცით რა, რაც შეეხება მის პარტნიორულ ურთიერთობას, მიმღებია ურთიერთობებში უფრო მეტი და მომთხოვნი არის. საკმაოდ კრიტიკული თვალით იცის ხოლმე შეფასება მამაკაცის, თუმცა თავისი, ასე ვთქვათ, მისამართით კრიტიკა დიდად ნამდვილად არ ხიბლავს. მისთვის ყველაზე იდეალური მამაკაცი ეს არის ადამიანი, რომელიც ასაკით ცოტათი უფროსი უნდა იყოს აუცილებლად. გარკვეული გამოცდილება უნდა ქონდეს, ანუ სიმყარე უნდა ქონდეს აუცილებლად. გარდა პირადი გრძნობების ამასთან უნდა ქონდეს საერთო ინტერესები და გადაკვეთის. გიჟდება სუხიშვილებზე. ყველა კონცერტს ვესწრებით. ახაც ვიყავით ბოლოს. ივენთ ჰოლში რო იყო ბოლოს. რაც ყველაზე მთავარია, მინდა თქვა და დავამთავრო, რომ ძალიან კარგი შეთანხმება არის თემურის და ირინას ასტროლოგიური ურთიერთობა. მათ შორის მართლაც რეალურად შესაძლებელია გამოვიდეს ძალიან კარგი ურთიერთობა, სტაბილური და ძალიან გრძელვადიანი. ბევრი შვილით. ირინა, ყვარებიათ ვინმე? ველოდები ნამდვილ სიყვარულს, მყარ სიყვარულს, რომელიც იქნება სამუდამოდ მთელი ცხოვრება გამყოლი. მე მჯერა ამის. მოწონებით რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მომწონებია, ბევრს მოვწონები ვარ, მაგრამ აი ესეთი ანუ მაქსიმალისტი, იმიტომ გადავიფიქრე გათხოვება, რომ სიგიჟემდე არ ყვარებია. უნდა რომ სიგიჟემდე უყვარდეს. და ეგრეცა სწორია. ჯობია ის ურთიერთობა თავშივე ესე ვთქვათ დამთავრდეს, ვიდრე იქ არსებობდეს აი რაღაცა მრავალი წერტილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ირინას შემთხვევაში მისცემ. იცი რას ამბობთ? მე მინდა დავამატო ერთი რამ, რომ თქვენ შეიძლება ესეთი კითხვა დაგებადოთ, რომ ესეთი ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული გოგონა რატო არ არის გათხოვილი, ხო? და აი აქაც ეს არის მისი ხასიათის ნიუანსი. ის არის იმდენად დამთმობი და იმდენად პასიური ურთიერთობაში, რომ ყოველთვის ინიციატივას ელოდება ძალიან ძლიერი მამაკაცისგან. ანუ დღევანდელი ბიჭები არიან როგორები, იცი, აუ გინდა, არ გინდა და წავედი რა. ირინა ესეთი არ არის, ანუ ირინა ელოდება ძალიან ძლიერ მამაკაცს. შენ ყველაფერს ერთ ყოფში ხარშავ, ეგრე არ არის. მშვენიერი ბიჭები არიან, შემოკარგო ეს. ვიღაცები არა, გინდა, არ გინდა. ყველანაირი ტიპის ადამიანი არსებობს და აუცილებლად
მოვა ის ადამიანი, ვინც იქნება ღირსეული მეწყვილე ირინაშვილის და მე თემური ძალიან მომწონს. და ეს წვილი მოგწია. და ირინა მომწონს ძალიან. ნინიკო, რას გეტყვი ახლა მითხარი? ძალიან დიდი სიმპათიით გამეწყო ირინასადმი, მის ეს თავადური წარმომავლობა იგრძნობა მის საუბარში და ჩემის აზრით ძალიან ბევრი საერთო ინტერესი დავინახე მას და თემურს შორის და ვფიქრობ, რომ სწორედ მისი ხასიათის მახასიათებელი და ის არის სწორედ რაც ძალიან მოწონს თემოს. ხომ ძალიან მოწონს. შვიდი გაწონა სწორედ ტრადიციული თემა სწორედ ამისკენ ისწრაფვის ყოველთვის მე როგორც ვიცი ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ შექმნას ნამდვილი ტრადიციული ოჯახი და რა ვიცი ძალიან მინდა რომ თემა სერიოზულად დაფიქრდეს და ვნახოთ ჩვენც ძალიან ვიფიქრებ. ირინა, ჩემო კარგო, რა სიურპრიზი მოგიმზადეთ? სიურპრიზამდე მე გეტყვით რომ მე სულ ვფიქრობდი ხანუმაზე მას შემდეგ რაც ესე იგი ლიზასთან ერთად გადავწყვიტეთ რომ აქ მოვსულიყავით და მაქვს ერთი პატარა სტროფი რომელიც თქვენს მთავარ გმირს მინდა მივუძღვნა. ორი გული, ერთი ბედი, ხანუმა ჩვენი იმედი. ეხება სიურპრიზ რადიო არ დაიდარდოს მუსიკალური წამყვანი ჩემი კოლეგა და მეგობარი არაჩვეულებრივად პოზიტიური ადამიანი გიორგი არჩვაძე სპეციალურად თქვენთვის შეასრულებს სიმღერას ავტორადიოზე თქვენის ნებართვით რომლის ტექსტის ავტორი გამომიდა რომ მე ვარ. ძალიან კარგი, ახლა დიდი სამონები გულისხმობთ. ავტორადიოს მოყვარული მსმენელი ჩვენში ბევრია ნაზავი მუსიკით განთქმული ეს ტალღა ერთადერთია ზამთარში სითბოს არის შურე ზაფხულში ყველა საგრილეს თუ მიანდე და უერთგულე სუმწვანე შუქზე გატარებს დაიახალი დილადგება განწყობა შესაქმნელია დედაღამე 9:05 და 1 სამხვანების სამართავია დედაღამე 9:05 და 1 სამხვანების სამართავია შეგშურდება ცხვისი ჯიპის შენ შეიცენა ხალავტო 9:01-ზე განუგეშე გაგაცინებ შოუავტოს თუ შემოგეპარება წეოდა ან საბურავი დაგეშვა საგზაო ტალღის დახმარები თქვენ ყველაფერს გადალახავთ დაიახალი დილადგება განწყობა შესაქმნელია დედაღამე 9:05 და 1 სამხვანების სამართავია დედაღამე 9:05 და 1 სამხვანების სამართავია როდესაც მოსაღამოვდება დაიწყო გადავიღალე მომართე რადიო მიმახები ავტორადიოს ტალღაზე შემოგვიერთით დღისით ხამი ავტორადიო თქვენია ჩვენთვის ყოველი თქვენთაგანი სტუმარი სასურველია არაჩვეულებრივი იყო ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი რადიოში ჩვენ ძალიან კარგი იყო ძალიან კარგი ძალიან მომწონხათ ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზარდით ჩვენთან გთხოვთ მივზარდეთ შეხვედრის ოთახში და ჩვენ პატარა შეჯამებას გავაკეთებთ მადლობა
ხალისიანი, ჭკვიანი, ლამაზი, განათლებული, კარგი გვარის, ენერგიული, თითები აღარ მყოფნის. თემო ფრანგული იცის, რუსული იცის. შენ გაგიცეს ლექსებს. თავარია ჰოროსკოპითაც ერთად ხო რა. აი არაფერი სულ რო არ თქვა რომ არ მინდა არ გამოგივა. ეს ამბავი გადაწყვეტი. თუ არა და მე დავწერ შენს მაგევრად განცხადებას და შეუტან ნანოს. ნანოს და დამთავრდება ჩემი კარიერა. ჩემი კარიერა, ჩემო კარიერა. გადაწყვეტა და ნინო რა სიტყვი? აი ამ სამი მოდით დავიწყოთ თავიდან. ია, შემდეგ იყო ქეთი, შემდეგ ირინა, რა თქმა უნდა, არჩევანი მასეა, მაგრამ მოდი აი ვთქვათ. ამ შემთხვევაში შენ როგორც მისი აი ამდენი წელი ერთად ცეკოთ, ხო? ხართ მეგობრები. ვინაიდან თემოს ძალიან კარგად ვიცნობ, 15 წელი ერთად მოვდივართ. შეიძლება ბევრი ბავშვობის მეგობარზე უკეთ ვიცნობდე თემოს, მოგეხსენებათ გასტროლზე როგორ შეიცნობ ადამიანს. ამ სამი გოგონადან, რომლებიც სამივე თავისთავად ძალიან მომხიბლელები და საინტერესონიც არიან, მე ვფიქრობ, რომ თემოს ხასიათში შეიძლება თქვა, ხასიათში უფრო ჯდება ბოლოს ირინა. მე ისე მგონია, ვინაიდან თემო ძალიან ისეთ თავშეკავებული, ზომიერი, ოჯახის მოყვარული, ტრადიციულია და ირინაც ამ მახასიათებლებით არ. ვერ ვიტყოდი რომ წინა გოგოები ესე არ არიან, მაგრამ მე პირადად უფრო ბევრი საერთო ინტერესი ირინასთან დავინახე, ვიდრე სხვებთან. თუმცა არ ვიცი ხა თემო რა სიტყვის. თავარი რა სიტყვის. იცით რა თემო ცოტა მე მგონი დღეს უჭირს რაღაც. მაგ საკითხში კომპლექსიანი. ხო. ხო და იმიტომაც არ ყავს ძოლი. და იმიტომაც ვართ ჩვენ აქ. რომ დაგეხმაროთ. ძალიან იდეალური, ასე ვთქვათ, პარტნიორი იქნება რეალურად თემურისთვის, იმიტომ რომ ძალიან თანხმად რა ხდება მეხუთე სახლი ეს არის სიყვარული და ბავშვები, თანხმად რა ხდება მეშვიდე სახლის პარტნიორული ურთიერთობების, თანხმად რა ხდება მეათე სახლის მიზნების, მეტი მეათე, მე-11, მე-20 და 27 ყველა სახლის. ასე რომ ვარსკვლავს ვერ გაექცევით. ნამდვილად ვერ გაექცევით თემო დღეს. მოდით ამაზე მე გავაგზავნოთ საუბარი ხმა კი რეკლამა იმედის არხზე. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ. რა თქმა უნდა და შევხედეთ საჩუქრს, სადაც ორი გზა ერთდება. ჯერ სამკუთხედში და მე სასურველია რომ ეს გზა ჩვენ ვნახოთ გულში. გულში, რომელიც თემამ უნდა გადაადნოს და გააკეთოს ესეთი გულის. თემამ უნდა იაქტიუროს აუცილებლად. ეს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ხა კი მეტი პოზიტივი ჩემგან ესე ვთქვათ უფრო მიმართულია ირინასკენ, იმიტომ რომ უფრო დავინახე ბევრი საერთო ამ ორ ადამიანს შორის. თუმცა თემო წინა ორი კანდიდატიც არაჩვეულებრივი გოგონები არიან, შვენიერი და რა თქმა უნდა არჩევანი მე ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ ყოველი შემთხვევაში ყველანაირად ვეცდებით ხელი შეგიწყოთ რომ შექმნათ ოჯახი. ბოლოს და ბოლოს. მეც ვეცდები. ძალიან გადაწყვეტილი. მაშინ გთხოვ ესე იგი მიბრძანდე და მიიღო გადაწყვეტილება. ნინიკო, დიდი იმედი გვაქვს. მე დიდი იმედი. საკურული წყობი იქნება. თემოც ძალიან ჭირს ეთქობა გადაწყვეტილებების მიღება და ამ შემთხვევაში მე მგონი მეგობარმა უნდა დაეხმაროს და უნდა რაღაცნაირად ხო, თან იცი რა თემო ამბობს რომ მისთვის მეგობრის აზრი არის ძალიან პრიორიტეტული და ითვალისწინებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს ნინოსი რომ ის დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში. თუმცა არსებობს ჩვენი გადაცემა რომ ჩვენ ესეთ ადამიანს დავეხმაროთ გადაწყვეტილების მისი მეგობარი გადამწყვეტ როლს შეასრულებს თემოს მომავალში ასე ვთქვათ და მოდი აბა ვნახოთ თუ შეასრულა გადამწყვეტი როლი ნინიკომ თემურის არჩევანში. გთხოვთ. არა. თემო ძიმე სასიძო მოვედი. თემო ეგრე არ დარჩე. ეგრე არ დარჩე. არადმწვანე სასიძო. იცი რა, მართალი გითხრა არ ველოდი რომ აი ესე მეწყვილის გარეშე გამოხვიდოდი. მიჭირს ესე უცბად. კი,
ძალიან საინტერესო ადამიანები იყვნენ, განსაკუთრებით. მოდით მოაკვოთ. განსაკუთრებული. ჩვენ მაინც დაგიდგებით გვერდზე. თავსი მართლებს. ჩვენ მაინც დაგიმშვენებთ გვერდზე. მეტი უკეთესმა ვინმე დამეშონოს გვერდი. ო, აი ესე ქალები ყავს ეთყობა ბევრი კარგი გვერდზე. ძალიან განებივრებულია ლამაზი ქალები. და ამიტომ ფიქრობ არჩევანის გაკეთება უჭერს, მაგრამ არაუშავს, ჩვენ კიდევ შეიძლება ჩვენ მოვიდეს. თვითონ ტელემაყურებლებო, თქვენ კი შეავსეთ ანკეტა. იმედია თქვენ მაინც გაგიმართლეთ და იპოვეთ მეორე ნახევარს გადაცემაში ხანუმა.